12 მაისი საქართველოში ინტელექტის დღეა. Ზუსტად 14 საათზე ქვეყნის 69 მუნიციპალურ ცენტრში ერთდროულად გაიმართება სასკოლო შეჯიბრი ინტელექტუალური თამაში რასად როდის. მუნიციპალიტეტის საუკეთესო სკოლები კი ერთმანეთს 2 ივნის 14 საათზე თბილისში დაუპირისპირდებიან. ქვეყნის 3 საუკეთესო გუნდის ყველა ძირითადი მოთამაშე პრიზებსა და დიპლომებს მიიღებს. 3 საუკეთესო სკოლას კი ასევე დიპლომი გადაეცემა. ღონისძიების ორგანიზატორი საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო და რესპუბლიკური კლუბი რასად როდის არის. შესაბამისი დებულებები ყველა სკოლაში აქვს დარიგებული. განაცხადებს ადგილებზე რესურს ცენტრებში 30 აპრილამდე ელოდებიან. სკოლიდან ერთი გუნდი იქნება მუნიციპალურ ჩემპიონატში, ასე ვთქვათ, წარმოდგენილი, რომელიც დაკომპლექტებული იქნება 8 მონაწილისაგან, აქედან 6 იქნება ძირითადი მოთამაშე და 2 სათადარიგო. გუნდს ეყოლება კაპიტანი. შესაბამისად, ეს თამაში ჩატარდება ადგილობრივ მუნიციპალურ ცენტრებში, ჩვენთან ზესტაფონში ჩატარდება და მაშინ მონაწილეობას მიიღებს საჯარო და კერძო სკოლის მოსწავლეები. შეუძლიათ ნებისმიერ სკოლას მიიღოს მონაწილეობა და წარმოადგინოს შესაბამისად ერთი გუნდი, რომელიც დაკომპლექტებული იქნება ნებისმიერი კლასის მოსწავლეების მიერ. ძალიან დიდ ინტერესს გამოიწვევს, ვფიქრობ, ეს კონკურსი, რადგანაც ითხოვს ჩვენი მოსწავლეების ზოგად განათლებას, მათ ინტელექტუალური დონის შემოწმებას და ჩვენ მოსწავლეებს უყვართ სწორედ ასეთ კონკურსებში მონაწილეობის მიღება. დებულების მიხედვით ფინალური ტურნირის გამარჯვებული საქართველოს 2012 წლის სასკოლო ჩემპიონად გამოცხადდება. ზოგად საგანმანათლებლო სკოლების ჩემპიონატი ცნობილი ინტელექტუალური თამაშის რასად როდის სპორტული ვერსია იქნება. ახალი ინიციატივა სოციალურად დაუცველ ოჯახთა შეფასების სისტემაში. ზოგიერთი საყოფაცხოვრებო ტექნიკის ფლობის მიუხედავად შესაძლოა გაჭირვებული ოჯახები სოციალურად დაუცველთა კატეგორიაში მოხვდნენ. ამის შესახებ შრომის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრმა გორში რამდენიმე ოჯახის მონახულების შემდეგ ისაუბრა. როგორც ჭიაბერაშვილმა განაცხადა, თუ კომპიუტერი მრავალშვილიანი ოჯახის ბავშვების განათლების და ჩამოყალიბების ატრიბუტია, კომპიუტერი აღარ უნდა იყოს ამ ქულათა სისტემის და ოჯახის δεკლარაციის ნაწილი. სამინისტროს გადაწყვეტილებით შეფასების სისტემიდან ასევე ამოღებული იქნება მუსიკალური ცენტრი, მტვერსასრუტი და ტოსტერი. როგორც ჭიაბერაშვილი ამბობს, ხშირად ამ ნივთების გამო სიღარიბის ზღვარს მქებოდ მყოფი ოჯახები სოციალურ დახმარებას და პოლისებს ვერ იღებდნენ. ინიციატივის შედეგად სოციალურად დაუცველთა კატეგორიაში მოხვედრას და დახმარებას მიღებას მეტი ოჯახი შეძლებს. წელს პირველად მთელი ქვეყნის მასშტაბით მოყვარული ფეხბურთელებისთვის მინი ფეხბურთი ჩემპიონატი ჩატარდება. ტურნირის ორგანიზატორი სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროა. ჩემპიონატში მონაწილეობის მიმღებთა ასაკი 18 წელზე მოდ განისაზღვრა. ტურნირის მონაწილეებს 2009 წლის შემდეგ არ უნდა ქონდეთ ნათამაშები პროფესიული ფეხბურთი. ტურნირი 3 ეტაპად ჩატარდება. რაიონში გამარჯვებული გუნდი რეგიონალურ ტურნირზე, ხოლო რეგიონალურ ტურნირზე გამარჯვებულები რესპუბლიკურ ჩემპიონატში ჩაერთვებიან. გამარჯვებული გუნდებისთვის სოლიდური თანხებია დაწესებული. გუნდების წევრები უნდა აღემატებოდნენ ასაკით 18 წელს და არ უნდა ქონდეთ მონაწილეობა 2009 წლის შემდეგ მიღებული უმაღლესი ლიგის პირველი და მეორე ლიგის ტურნირებში, ფუტზალის ჩემპიონატში და არ უნდა იყვნენ ნაკრების წევრები. ეს ერთადერთი შეზღუდვაა მონაწილეებზე და შეიძლება მონაწილეობა მიიღოს ნებისმიერი ფორმაციის გუნდმა. გუნდი შეუძლია გამოიყვანოს უბანს, შეუძლია გამოიყვანოს თემს, შეუძლია წარმოება დაწესებულებას ხუჩას. ნებისმიერი ფორმაციის გუნდი შეიძლება იყოს. ერთადერთი მოთხოვნა არის, რომ 2009 წლის შემდეგ არ უნდა ქონდეს პროფესიონალი ფეხბურთელის სტატუსი. ამიტომ ტურნირი იქნება ალბათ საკმაოდ მასობრივი, ძირითადად რა თქმა უნდა ეს მოყვარული ფეხბურთელებისათვის იქნება. ტურნირი ტარდება 3 ეტაპად, ჯერ იქნება ადგილობრივი მუნიციპალიტეტის პირველობა, შემდეგ რეგიონალური პირველობა, ბოლოს რესპუბლიკური პირველობა. ჩვენ ზესტაფონის მუნიციპალიტეტში გამარჯვებული გუნდი
მონაწილეობას მიიღებს რეგიონალურ ტურნირში გამარჯვებული უკვე რესპუბლიკურ ტურნირში და რესპუბლიკურ ტურნირში პირველ ადგილზე გამარჯვებული გუნდი ჯილდოვდება 5000 ლარით სამინისტროს მიერ, მეორე ადგილზე გასული 3000 ლარით, მესამე ადგილზე გასული 2000 ლარით. ამიტომ მე მინდა ზესტაფხუნელ მოყვარულ ფეხბურთელებს მოუწოდო მთელი მუნიციპალიტეტის მასშტაბით, როგორც ქალაქის, ისე სასოფლო თემების გუნდებს, წარმომადგენლებს ჩვენთან მოიტანონ განაცხადები და მიიღონ მონაწილეობა ამ შეჯიბრში, სადაც შეიძლება ნამდვილად საკუთარი პროფესიონალიზმით გარკვეული პრიზების, ფულადი ჯილდოების მოპოვება და ეს იქნება მთელი რესპუბლიკის მასშტაბით და დაარწმუნებული ვარ გამოიწვევს უდიდეს აჟიოტაჟს სპორტულ სამყაროში.